უფლება და თავისუფლება. მოგესალმებით, ეს გახლავთ გადაცემა უფლება და თავისუფლება, რომელსაც მე დეა იმერლიშვილი წარმოგიდგენთ. დღეს ჩვენი გადაცემის თემა გახლავთ ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმა, ფსიქოლოგ-სოციალური საჭიროებების მქონე პირთა უფლებები. ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს ირინე ობოლაძე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი ნანა ზავრადაშვილი, ფსიქიატრი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის საბჭოს წევრი, ქალბატონი მანენა ელიაშვილი, ფსიქიატრი, ამავე საბჭოს წევრი გახლავთ იგი და ბატონი გიორგი გოცერიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენთან მობრძანებისთვის და ახლა უკვე დავიწყოთ ამ საკითხზე საუბარი. 2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ფსიქიური დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები არაკონსტიტუციურად ცნო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ და მისგან გამომდინარე 67 კანონში შესატანით ცვლილებების პაკეტს პარლამენტის კომიტეტებში დღეს, როგორც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მეორე მოსმენით იხილავენ. პირველი შეკითხვა თქვენთან მექნება, გიორგი, რაში მდგომარეობს ეს ცვლილებები, იქნება ჩვენს მსმენელს ავუხსნათ და რატომ დადგა ქმედუნარობის ინსტიტუტის გაუქმების საკითხი? მოგესალმებით, მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და არაკონსტიტუციურად გამოაცხადა ქმედუნარობის ის სისტემა, რაც არსებობდა საქართველოს კანონმდებლობაში და პირველ რიგში ეს იყო სამოქალაქო კოდექსი, როდესაც ადამიანებს უბრალოდ ართმევდნენ ნებისმიერი უფლების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობას. ეს უფლებები იწყებოდა წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგების დადების შესაძლებლობით. მსმენელისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, ქმედუნარო ცნობილ ადამიანს არ ქონდა მაღაზიაში შესვლის და ვთქვათ, პურის ან შოკოლადის ან ესეთი წვრილმანი ხასიათი ასეთი პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობა, ეს უნდა გაიკეთებინა მის მეურვეს. უკვე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მათ ჩამორთმეული ჰქონდათ ქორწინების უფლება, მათ შორის არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება და ყველა სხვა დასაქმების უფლება და ყველაფერი სხვა. რეალურად ეს ადამიანები არ მონაწილეობდნენ ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ქმედუნარობა ნიშნავდა ადამიანის სამოქალაქო სიკვდილს, იმიტომ რომ ის ადამიანი უბრალოდ აღარ არსებობდა და სამართლებრივად ხდებოდა მისი მეურვით ჩანაცვლება, ანუ საზოგადოებრივ ურთიერთობაში ამ ადამიანის სახელით მონაწილეობას იღებდა მისი მეურვე განკარგავდა ადამიანის ქონებას და მათ შორის არაქონებრივ უფლებებს, თუ თქვათ რაღაცა შემოქმედება, თქვათ ლექსებს წერდა, რაღაცა ესეთი შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა. შემთხვევაში თქვას მეურვე განკარგავდა მის ასე თქვათ ლიტერატურულ თუ სხვა ტიპის მემკვიდრეობას. იგივე სხვა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხი, ვისთან ქონოდა ადამიანის ურთიერთობა, ვისთან არა, სად ყოფილიყო, ანუ საკუთარი ადგილსამყოფელის განსაზღვრის უფლებაც ასე თქვათ ასეთ შემთხვევაში ქონდა მეურვეს მინიჭებული და საკონსტიტუციო სასამართლომ ესეთი მიდგომა მიიჩნია არაკონსტიტუციურად და თქვა, რომ ადამიანი არ კარგავს ყველა უნარს, შეიძლება მას ქონდეს ფსიქოლოგიური, ფსიქოსოციალური საჭიროება, მაგრამ ის არ კარგავს ყველა თავისი უფლების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობას და საჭიროა ინდივიდუალური, როდესაც ასე ვთქვათ, ადამიანს ვუზღუდავთ ქმედუნარიანობას, ინდივიდუალურად შევაფასოთ მისი უნარები. და ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა, ანუ არ შეიძლება ადამიანს ჩამოვართვათ ყველა უფლება. და მათ შორის ცალკე განხილვის ღირსი იყო, ვთქვათ, ქორწინების უფლება და საკონსტიტუციო სასამართლომ ასე არაკონსტიტუციურად მიიჩნია ყველა კატეგორიის ქმედუნარო პირისთვის ქორწინების უფლების ჩამორთმება. ამის შემდგომ ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პერიოდი დაემთხვა იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის მე-12 მუხლი უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს, ვიდრე თუნდაც ის რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა. ანუ ძირითადად საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა ინსტიტუციურ
ფუნქციურ ქმედუნარობაზე, რაც გულისხმობდა იმას, რომ ადამიანს უნდა ჩამოართვა ყველა უფლება, ეს მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რომ იყო არაკონსტიტუციური და საკონსტიტუციო სასამართლომ ერთგვარად მხარი დაუჭირა ფუნქციურ ქმედუნარიანობას. ანუ შეიძლება ვთქვათ, ადამიანს არ ქონდეს ძვირადღირებულ ფინანსურ გარიგებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, მაგრამ მას შეიძლება ქონდეს იმის უნარი, რომ ასე ვთქვათ, წვრილმა საყოფაცხოვრებო გარიგებებში მიიღოს მონაწილეობა და ასე ვთქვათ, ქორწინების უფლება განახორციელოს. ან სხვა მაგალითად საარჩევნო უფლება და ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა, რომ ინდივიდუალურად მომხდარიყო ადამიანების შეფასება. სანამ ასე ვთქვათ, ქმედუნარობას ჩამოართმევდა და სასამართლო ინდივიდუალურად მომხდარიყო მისი უნარების შეფასება. მაგრამ ძალიან შორს მიდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-12 მუხლი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-12 მუხლი ამბობს იმას, რომ ადამიანს აქვს ყველა უფლების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ ზოგიერთ მაგალითად ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს ამისთვის სჭირდება დამხმარე. ანუ ადამიანი, რომელიც მას განუმარტავს კონკრეტული საზოგადოებრივი ურთიერთობის არსს და დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების, ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებაში. და ამ შემთხვევაში ის კომისია, რაც შეიქმნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სწორედ არჩევანი გააკეთა ეგრეთ წოდებული მხარდამჭერის მოდელზე. ანუ როდესაც ადამიანი კი არ არის ჩანაცვლებული მეურვით, ანუ ჩვენ უარი ვთქვით ამ საკანონმდებლო წინადადებით, ჩვენ უარი ვთქვით ზოგადად მეურვის მოდელზე, ჩვენ ავირჩიეთ მხარდამჭერის მოდელი და მხარდამჭერის მოდელი მეურვის მოდელისგან განსხვავდება იმით, რომ არ ხდება ერთი ადამიანის ნების მეორე ადამიანის ნებით ჩანაცვლება. ამ დროს ადამიანს აქვს საკუთარი უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ სანამ ის კონკრეტულ გარიგებას დადებს რჩევა, ამ შემთხვევაში მხარდამჭერისგან უნდა მიიღოს რჩევა. მაგრამ აქვე ეს საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს იმას, რომ მხარდამჭერი ყველა სფეროში კი არ დაინიშნება, არამედ იმ სფეროში, სადაც ეს საჭიროა. მაგალითად, თუ კი ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ იმუშაოს და აიღოს ხელფასი და დადოს, ასე ვთქვათ, წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებები, ამ სფეროში მას არ ჭირდება მხარდამჭერის დამხმარება. მას მხარდამჭერის დახმარება შეიძლება დაჭირდეს ისეთი საკითხის გადაწყვეტისას, როგორიცაა მაგალითად ბინის განკარგვა ან ბინის გაყიდვა. ამ საკითხში მას ჭირდება, ასე ვთქვათ, მხარდამჭერის რჩევები და სწორედ სასამართლოს მოვალეობა იქნება, სასამართლოს და მულტიდისციპლინური ჯგუფის მოვალეობა იქნება პირველ რიგში ადამიანის უნარების შეფასება და ამ უნარების შეფასების შედეგად იმ სფეროების განსაზღვრა, სადაც ადამიანმა რჩევა უნდა მიიღოს მისი მხარდამჭერისგან. დიდი მადლობა გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ მოვისმინეთ, შეიძლება ითქვას, წინარე ისტორია, როგორ მივედით ამ კანონპროექტამდე, რამ განაპირობა ამ კანონპროექტის მომზადება. თქვენთან მექნება ქალბატონო ირინა, ახლა შეკითხვა, გიორგიმ გარკვეულწილად უკვე ისაუბრა ამაზე. ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ძველი და ახალი მიდგომები იქნებ. თქვენს გითხრათ ამის თაობაზე და როგორ ყალიბდება იმ პირთა ცნებებიც, რომლებიც დღეს მოქმედი კანონის თანახმად მიიჩნევიან ქმედუნარო პირებად. გასაგებია, დიდი მადლობა პირველ რიგში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები რადიო მსმენელს ასევე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენმა, ასე ვთქვათ, რადიომ გადაწყვეტა ამ თემაზე გადაცემა მიუძღვრა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა როგორც უკვე საუბრობთ და აღინიშნა, ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება სამოქალაქო კოდექსში, ანუ ქმედუნარობის სამართლებრივი ინსტიტუტი ფაქტიურად ძირეულად იცვლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და ბუნებრივია იმას, რაზეც გიორგი საუბრობდა, ანუ მეურვე ქმედუნარო პირისა და მეურვის ურთიერთობები და ანუ ის ინსტიტუტი, რაც ჯერ კიდევ მოქმედებს, ასე ვთქვათ, 2015 წლის 1 აპრილამდე ჯერ კიდევ არის ძალაში, 2015 წლის აპრილიდან უკვე ამოქმედდება ახალი რეგულაციები ამ მიმართულებით. ბუნებრივია ამ საკმაოდ ვრცელ რაოდენობას ადამიანებისა, გარკვეულ ჯგუფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა, ქმედუნაროდ აღიარებულ ადამიანს ბუნებრივია ძალიან ბევრ უფლებას ართმევდა. ფაქტიურად ეს ადამიანები სამოქალაქო სივრცეში, როგორც გიორგიმ თქვა, გარდაცვლილებადაც კი შეიძლება ესე რომ თქვათ შევადაროთ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს არაფრის უფლება ფაქტიურად არ აქვთ, მათი ყველა უფლების განხორციელება ხდება დღეს ჯერ კიდევ მეურვეების ნების და ხშირ შემთხვევებში მათი კეთილი ნების საფუძველზე. სამწუხაროდ პრაქტიკაში ძალიან
ხშირია ესეთი შემთხვევები, როგორ ცუდ შედეგებამდე მიყავს თქვათ მეურვის დაუდევარ და მეურვის არასწორ ქმედებას თვითონ ქმედუნაროდ აღიარებული პირი. საქართველოს სახალხო დამცველის ჰქონდა პრაქტიკაში ეს შემთხვევა, როცა ქმედუნაროდ აღიარებული ახალგაზრდა ქალბატონს მეურვე დანიშნული ყავდა დედა, რომელიც მხრიდანაც უგულებელყოფილი იყო ამ პირის სამედიცინო საჭიროებები, ანუ მისთვის აუცილებელი სამედიცინო შესაბამისი ჩვენების მიხედვით, თქვათ იგივე მედიკამენტების მიწოდება, შესაბამის სტაციონარში მისი მოთავსება და მისი ელემენტარული პირობების და ყოფითი და საყოფაცხოვრებო პირობების დაცვაც კი არ ხდებოდა და ამ შემდეგ ძალიან ცუდია, რომ იგივე ქმედუნაროდ აღიარებულ ადამიანებს ქორწინების უფლება არ აქვთ, გამომდინარე აქედან მათ შეზღუდული აქვთ და უკვე ავტომატურად მშობლის უფლებას ვერ ახორციელებენ. თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები მათ არ აქვთ მართალია დღეს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ქორწინების უფლება, მაგრამ ისინი არიან სამოქალაქო იგივე ქორწინებაში იმ პირებთან, რომელთა მათ აქვთ სიყვარულის უფლება, იმ ადამიანის არჩევის უფლება, ვისთანაც ერთად ცხოვრება უნდათ ჰქონდათ და მოაწყონ, შესაბამისად ჩრდებიან ბავშვები და სამწუხარო ის არის, რომ ეს ადამიანები ვერ ახორციელებენ სწორედ ამ შემთხვევაში მშობლის უფლება მოვალეობებს და იგივე არის ესეთი შემთხვევები ინსტიტუციებში მყოფი პირებთან დამოკიდებულებას, როცა მათი შვილების განთავსება და მათი შვილებისთვის ხდება სხვა სერვისის მიწოდება, ანუ იგივე მინდობით აღზრდაში, შეიძლება მოხდეს ბავშვი თქვათ ბავშვთა სახლში და ასე შემდეგ. ანუ მშობლები ვერ ახერხებენ ქმედუნაროდ აღიარებული მშობელი, ან ერთი მშობელი, ან ორივე. თუ ერთ-ერთია, ბუნებრივია ეს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებად ითვლება დღევანდელი კანონმდებლობის სამოქალაქო კოდექსის თანახმად და ბუნებრივია ხელი შემშლელი ფაქტორი ძალიან ბევრ რამეზეა ისახება, მათ შორის ბავშვის ოჯახურ გარემოში და მშობლებთან ცხოვრების უფლებაზე და ასე შემდეგ. რაღაცნაირად ერთი უფლებიდან მეორე გამომდინარეობს მეორიდან შემდეგი და ასე შემდეგ ეს ჯაჭვისებურად არის ეს უფლებები ერთმანეთს ფარავს. იგივე ინსტიტუციაში მყოფი პირები, რომლებიც ქმედუნაროდ არიან აღიარებულები, ვერ იღებენ იმ სახელმწიფოს სოციალურ ბენეფიტს, რაც სახელმწიფოს მიერ არის განსაზღვრული, ანუ სახელმწიფოს სოციალურ პაკეტს, ეგრეთ წოდებულ პენსიას. მათ არ აქვთ ამ პენსიის განკარგვის. მართალია მათ არ აქვთ დანიშნული ეს პენსია. რა თქმა უნდა დანიშნული აქვთ პენსია, მაგრამ როცა ინსტიტუციაში არიან პირები ქმედუნაროდ აღიარებულები, მათ ესე ვთქვათ მეურვე, ესე ვთქვათ სახელმწიფოა. და როცა ჩვენ ამ საკითხით დავინტერესდით და მიმართეთ რა თქმა უნდა სოციალური მოსახურების სააგენტოს ჯანათვის სამინისტროს, მივიღეთ იქიდან პასუხი და ეს საერთოდ არის, რომ მათ დეპოზიტზე უგროვდებათ ეს თანხა და განსაკუთრებულ შემთხვევებში რეგიონალური საბჭოების გადაწყვეტილების საფუძველზე ეს თანხები ხმარდება რა თქმა უნდა ამ პირთა უნდა მოხმარდეს ამ პირთა საჭიროებებს. თუმცა ნაკლებად არის პრეცედენტები იმისა, ან შეიძლება საჭიროება არ იყოს და რაღაცნაირად ეს თანხები მუდმივად რჩება ჩემს მიერ აღუთვისებელი. ანუ მე მეკუთვნის, მე რიცხება, მაგრამ ამ თანხას ვერ ვიყენებ. მე მინდა ასევე გავხსენო ერთ-ერთი ვიზიტი ერთ-ერთ ინსტიტუციაში, როცა ქმედუნაროდ აღიარებული პირი მესაუბრება და აბსოლუტურად რომ არ მცოდნოდა თქვა რომ ის იყო ქმედუნაროდ აღიარებული, ვერც კი შეამჩნევს მას ადამიანის საუბრის დროს, თუ მას თქვა შეზღუდული აქვს ყველა ის უფლება, რითაც ზოგადად ადამიანები სარგებლობენ. მას შეეძლო იგივე საყოფაცხოვრებო წვრილმანი, საყოფაცხოვრებო გარიგებების წარმოება და ისიც შეკითხვა დასვა და თქვა რომ კი ძალიან კარგია რომ მე ვარ თქვა აქ, იმიტომ რომ მე არ მაქვს თქვა სხვაგან საცხოვრებელი, უზრუნველყოფილი ვარ კვებით, მოვლით და ასე შემდეგ, მაგრამ მე მინდა სიგარეტი ვიყიდო, მე მინდა ყავა ვიყიდო, მე მინდა ეკლესიაში სანთელი ვიყიდო, მე მინდა ძაფები ვიყიდო და მოვგსოვო და ასე შემდეგ. არის ანუ რიგი საკითხები, როცა ეს ადამიანები ვერ ახერხებენ ამ ყველაფერს. მე არ მინდა ასევე გვერდია უვარო გაეროს კონვენციას, იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი და მე ვიტყოდი რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნამდვილად პროგრესული გადაწყვეტილება და ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ გარკვეულწილად ის ეხმიანება კონვენციის მოთხოვნებს, იმიტომ რომ თუნდაც ის რომ დღეს ანუ 1 აპრილიდან უკვე ახალი რეგულაციების თანახმად მოხდება პირების შემოწმება არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ მათი სოციალური სტატუსის მიხედვით და სოციალური უნარჩვევების გათვალისწინებით, სწორედ კონვენციის მოთხოვნა არის ესეთი, იმიტომ რომ მიდგომა სოციალური მიდგომა ქვემოქმედებაზე დაფუძნებული უნდა შევცვალოთ სოციალური მოდელით, უნდა შევცვალოთ ანუ ადამიანის უფლებებზე მორგებული და ადამიანის უფლებების აღიარების თვალსაზრისით გათვალისწინებული ეს მათი სტატუსის განსაზღვრა იქნება და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა, დიდი მადლობა. გიორგი, თქვენ გინდათ იმიტომ რომ ქალბატონ ნანასთან და ქალბატონ მანანასთან მაქვს ახლა შეკითხვა. იგივე ჩემი მოსარჩელე მინდა გავიხსენო, ვისაც წარმოვადგენდით საკონსტიტუციო სასამართლოში, ერთ-ერთი იყო ბატონი დავით ხარაძე, რომელიც იყო ქმედუნაროდ აღიარებული და რატომ გაუჩნდა ამ ადამიანს ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა, მიმართვის სურვილი, მიზეზი იყო ის, რომ მიმართა სასამართლოს ერთ-ერთი კონკრეტული პირის წინააღმდეგ და ამ ადამიანზე ადანაშაულებდა იმაში, რომ ცილი დასწამა, მაგრამ საერთო სასამართლოს პასუხი
იყო ის, რომ ეს ადამიანი არის ქმედუნა, რომ მას არ შეუძლია გაიაზროს რა არის ცილის მწამებლური და სახელის გამტეხი და რა არ არის ასეთი ხასიათი, შეურაცხყოფელი ხასიათის და ამის გამო ამ ადამიანის სარჩელი არ მიიღო წარმოებაში, იმ შემთხვევაშიც კი როცა უკვე მეურვე აწერდა ხელს თქვა ამ შემთხვევაში სარჩელს და მეურვე მიმართა ამ ადამიანის სახელით საკონსტიტუციო უკაცრავად საერთო სასამართლოს დასკვნა იყო ასეთი, რომ ქმედუნა რო დაღიარებულ ადამიანებს არ შეუძლიათ იმის აღქმა და იმის განსაზღვრა რა არის მათთვის შეურაცხყოფელი და ცილის მწამებლური და რა არ არის და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამ ადამიანმა მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და ეს არსებული საშინელი რეგულაცია, როდესაც რეალურად ადამიანის სამოქალაქო სიკვდილი იყო ქმედუნა, მისი ქმედუნა რო დაღიარება, მისი არაკონსტიტუციურად ცნობა მომხდარიყო, უბრალოდ ამის დამატება მივიდა. აქვე მხოლოდ ერთი წინადადება გარდა ამისა, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა პირი უკვე ქმედუნარიანი ხდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება ადამიანს აღარ ქონდეს უკვე დაავადება ისეთი სიმწვავით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ შემთხვევაში ერთხელ და სამუდამოდ ფაქტიურად გამოდიოდა მინჭებული, იქიდან გამომდინარე, რომ მას აღარ ქონდა დამოუკიდებლად შემდეგ მიმართვა, თქვა სასამართლოსთვის, რომ აღარ მოხდეს, ანუ გამოჯამრთელების შემთხვევაშიც კი მეორეს უნდა მიემართა და შეიძლება მეორე მას შემთხვევაში ისარგებლოს, თქვა უფრო ცუდი რაღაც ქონებს, რაღაც ინტერესის გამო და მუდმივ რეჟიმში არ მიმართოს სასამართლოს. ეთილი, ძალიან დიდი მადლობა. ახლა მოვუსმინოთ ქალბატონ ნანას და ქალბატონ მანანას. თქვენ ბრძანდებით ექიმი ფსიქიატრები, რომლებსაც წლების განმავლობაში გიწევთ ამ ადამიანებთან ურთიერთობა, მათი მკურნალობა და ალბათ თქვენ ყველაზე კარგად იცით ამ ადამიანების მდგომარეობა. როგორ ფიქრობთ, აი ეს რატომ არის, რა არის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ რეფორმისა? აი თქვენი აზრით, თქვენი თვალთახედვით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ჩვენ პარლამენტი დღეს იხილავს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას. მე მიჭირს კიდევაც რომ ამას ცვლილება დავარქვა, ეს არის რევოლუციური გადატრიალება ამ სისტემის და თვითონ მე და მანანა ვამბობთ, რომ სრულიად ახალი სახელწოდებები შემოდის, რომლის დამახსოვრებაც კი გვიჭირს ჯერ. ეს არის ის, რომ აღარ ვამბობთ, რომ გვაქვს ქმედუნარობის სისტემა, ვამბობთ, რომ გვაქვს ქმედუნარიანობის სისტემა. ეს თითქოს და სიტყვისა ეს ცვლილება მნიშვნელოვანია ძალიან, იმიტომ რომ ადამიანი სახელმწიფო ამბობს, რომ ადამიანი, ანუ საკონსტიტუციო სასამართლო თქვა, რომ ადამიანი არ არსებობს ქმედუნარო, ადამიანს აქვს სხვადასხვა საჭიროებები, სხვადასხვა საკითხთან, სხვადასხვა საქმიანობასთან, ან სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების დროს. ჩვენ წლების განმავლობაში ვაწყდებოდით ამ პრობლემას, რომ ადამიანი, რომელიც ქმედუნაროდ იყო ცნობილი, მას წართმეული ჰქონდა ყველა უფლება შესაბამისად და ისეთი ელემენტარული გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც არ საჭიროებდა რაღაცა ღრმა განსჯას და ღრმა მსჯელობას ან რაღაცა სერიოზულ გადაწყვეტილებას, ამაზეც კი მას ფაქტიურად ნელ-ნელა ყალიბდებოდა ის, რომ ადამიანი თვითონ კარგავდა თავის თავში რწმენას. თქვენ თუ წლების განმავლობაში არაფერზე არ მიიღებთ გადაწყვეტილებას, როგორც ფსიქიატრი გეუბნებით, თქვენ ხდებით დამოკიდებული ადამიანი. სახელმწიფო და სისტემა ხელს უწყობდა ადამიანების უსუსურობის გაღრმავებას და იმის განცდას, რომ შენ არ არსებობ, კანონის წინაშე არ არსებობ. არ მოგწონს მეურვე. პარადოქსია და ისევ მეურვეს უნდა მიმართო, რომ არ მოგწონს. იმიტომ რომ სასამართლოს ვერ მიმართავ, არ არსებობს სასამართლოს წინაშე. რომ მიმართო, შენს სარჩელს არ მიიღებენ. კი არსებობდა მეურვეობის ორგანო და მზრუნველობის, რომელსაც უნდა მიემართა, მაგრამ წარმოიდგინეთ სახში ჩაკეტილი ადამიანი, რომელსაც არც ტრანსპორტის ფული აქვს, არც დაუშვა დიდი ხანია გარეთ არ გამოსულა, იზოლაციაში და ვითომ ასე ვთქვათ, ყველანაირად უზრუნველყოფილია, გინდათ საჭმელი ქონდეს, გინდათ სასმელი ქონდეს და სინათლის ფული გადახდილი ქონდეს. მაგრამ ელემენტარულად უნარი არ აგაკ რომ დამოუკიდებლად იარსებოდა გამოხვიდე გარეთ. ამად ეს ადამიანი ვერც მიაგნებდა იმ სამეურვეო ორგანოს, რომ წასულიყო და ეძებნა სად არის სამეურვეო ორგანო. მეორე მომენტია, რომ როგორც დამერწმუნებით ალბათ, რომ გადაწყვეტილება მიიღო, გინდა თუ არა იყიდო ნაყინი, ან გინდა თუ არა მკურნალობა, ან გინდა თუ არა გაყიდო სახლი, ეს არის სხვადასხვა დონის და სიღრმის გადაწყვეტილება, რომელსაც ასევე სხვადასხვა დონის და ხარისხის უნარები სჭირდება. ზოგიერთი უნარი შეიძლება გონებრივი და ფსიქიკური დაავადებების დროს დაიკარგოს, დაქვეითდეს, მაგრამ ნიშნულოვანია, როგორც სპეციალისტი გეუბნებით, რომ იშვიათია, რომ ადამიანს ყველა უნარი ტოტალურად დაკარგული ქონდეს, რასაკვირველია ასეთი მდგომარეობებიც არსებობს, მაგრამ ამის გათანაბრება ყველას ერთი მიდგომით მიუდგე, რომ ყველა ტოტალურად ერთნაირია,
ესე არ არსებობს. და როდიდან დაიწყება ინდივიდუალური შეფასება? 1 აპრილიდან დაიწყება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ინდივიდუალურად რომ მივუდგე თითო ადამიანს, ძალიან ძვირფასია თითოეული ადამიანის თითოეული უნარი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს შეფასდეს ეს უნარი და თუ საჭიროა, ეს უნარი შემდგომი თუ საჭიროა ამ უნარის განვითარება, ანუ ესეც მეორე ვალდებულება, რომელიც სახელმწიფო უნდა აიღოს ამ სისტემით. ეს არის ის, რომ უნდა შეიქმნას ხარდამჭერთა სისტემა. ძლიერი ხარდაჭერთა სისტემა უნდა შეიქმნას. ესე არ არის, რომ მე ხა მეურვეობა ავიღე და უნდა ვისწავლო ეს მეურვეობა, მზრუნველობა. ანუ სიტყვა მეურვეობა აღარ არის, მზრუნველობა და მხარდაჭერაა, ხო? მე უნდა ვისწავლო ეს ხარდაჭერა. მე უნდა ვისწავლო რა ადამიანს არა მარტო დავეხმარო გადაწყვეტილების მიღებაში, არამედ დავეხმარო თვითონ მიიღოს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რაღაც უნარები აღიდგინოს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანის ხარისხიანი ცხოვრება რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. რომ ჭამდა, ვსვამდა, თბილად ვარ, ეს არ ნიშნავს რომ ხარისხიანად ვცხოვრობ. და ეს არის ჩემთვის როგორც ფსიქიატრისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სულ ბოლოს ახლა მყავდა პაციენტი, რომლის ძმა მეურვეობას იფორმებს და ჯერჯერობით ძველი კანონი მუშაობს კიდე და ამიტომ და მეუბნებოდა როგორ მინდა რომ ჩემი პენსია ჩემ ძმას არ ჩაუვარდეს ხელში და მე მქონდესო და დამერწმუნეთ რომ ამ ადამიანს აქვს უნარი თავის პენსიას. თავის ძმაზე ამბობდა? ხო, ვერაფერს ცუც ვერ ამბობდა, არა, ჩემი პაციენტი ამბობდა თავის ძმაზე, რომელიც იფორმებს მეურვეობას, რომ მამა გარდაიცვალა და ახლა ძმა იფორმებს მეურვეობას. და ამბობდა რომ ძალიან მინდა რომ ეს პენსია მე მქონდესო და იქნებ დამეხმაროთ რომ პენსია გამკარგო და მე დარწმუნებული ვარ ის ადამიანი შეძლებს თავის პენსიის გამკარგვას. მაგრამ დღევანდელი კანონმდებლობით მამ ამის საშუალება არ აქვს და ის ძმა ტოტალურ მეურვეობას აიღებს მასზე. მაგრამ 1 აპრილიდან მე უკვე უთხარი რომ ცოტაც დაიცადე და 1 აპრილიდან გექნება საშუალება რომ მოითხოვო გადახედვა ამ შენი მეურვეობის საკითხისაც, ყველას ექნება ამის საშუალება გადახედოს თავის მეურვეობის საკითხს, შეიტანოს განაცხადი და ამის შემდეგ უკვე ტოტალურად ინდივიდუალურად შეაფასებენ მის უნარს და შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, რომ ის კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ ადამიანმა განკარგოს საკუთარი პენსია. რასაკვირველია, დავამატებდი, რომ მხარდამჭერები ძველი სისტემის ამბობენ, რომ ეს არის ზრუნვა ადამიანზე. ეს არ იყო რაღაცა დასჯაკი არ იყო ადამიანის, ეს იყო ზრუნვა ტოტალური. სახელმწიფო ამბობდა, რომ ჩვენ მემკვიდრეობით დაგვჭა ტოტალური სახელმწიფოსაგან ეს სისტემა. სახელმწიფო ამბობს, რომ მე ვზრუნავ ადამიანზე, რომ არ მოატყონ. რატო არ ვაძლევ უფლებას ქორწინების? იმიტომ რომ ვიღაცა მას ქორწინებისას შეიძლება მოატყოს და წაართვას ქონება, ხო? ან ცუდად მოექცეს, ან ძალადობის ხერხი გახდეს. რატო არ ვაძლევ განკარგოს თავისი ქონება? იმიტომ რომ მოატყუებენ ბინას. არაერთი ყავს ესეთი მოტყუებული, რასაკვირველია, ხო? და ძალიან ყვავის ეს თაღლითობის სისტემა საქართველოში და ბევრი ქმედუნარიანი ჭყალებში მოტყუებული რჩება. სამწუხაროდ კაპიტონმანი ხშირად მეურვეები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ქონებას ასრულებენ. მაგრამ მე გეტყვით, ჩემთვის რა არის მნიშვნელოვანი. ძალიან მარტივია, რომ ტოტალურად გადაჭრა ეს საკითხი. უფრო რთულია ინდივიდუალურად მიუდგე. კი ბატონო, მზრუნველობა აუცილებელია, მაგრამ ასევე აუცილებელია განსაკუთრებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მქონდეს ჩემი ფუნდამენტური უფლება, ადამიანის უფლება, ეს არის ჩემი ქორწინების უფლება, სიყვარულის უფლება და არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ვერ წამართმევ ამ უფლებას, ვერ იტყვი, რომ შენ არ ვიცი ვის მისცემ ხმას, მე რა ვიცი, რას ნიშნავს. თუ მე მივედი და მივახციე იმ საარჩევნო უბნამდე და ჩემ სწორად შევავსე, ნუ ეს არის ჩემი ემოციური გადაწყვეტილება, იქნება თუ გონიერი გადაწყვეტილება, ჩემი ინდივიდუალური გადაწყვეტილება. დიახ. ძალიან დიდი მადლობა. კაპიტონმანი, ახლა მოდით თქვენ მოგისმენთ. რამდენად ინფორმირებულები არიან თვითონ სოციალური ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანები, ან მათი მეურვეები აი ამ ძალიან დიდი რეფორმის შესახებ? მეც მოგესალმებით, აქ ყველა მისაუბრა ფაქტურად ამომწურავოთ ამ საკითხს და მე უფრო ახლა პრაქტიკულ საკითხებს რომ შევეხო. რა თქმა უნდა არ არიან ინფორმირებულები, იმიტომ რომ ჯერ ეს კანონი ეხლა ხდება პარლამენტში. კანონზე მუშაობა, ჯერ მეორე მოსმენითაც არ არის კანონი, ამის შესახებ რა თქმა უნდა ამ პირებმა არ იციან. არის აი იმ საბჭოში, პარლამენტის საბჭოში, სადაც მიდიოდა ჩვენთან ვიყავით ამ მუშაობაში ჩართულები, ამ საკითხზე მუშაობა და ამ ცვლილებების მომზადება, თვითონ პარლამენტს აქვს მოლოდინი ისეთი, რომ არ იქნება არ იციან ხვალ რა იქნება და როგორ გაუმკლავდებიან ხვალ აი ამ საკითხს. იმიტომ რომ გარდა კანონის მიღებისა არსებობს მთელი რიგი
კანონქვემდებარე აქტები, რომელიც შესაბამის ჯანდაცვის დაცვის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს, რითაც მერე იმუშავებენ აი საექსპერტო დაწესებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ პირს, აპირი არის თუ არა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე. ასე ვთქვათ. ამ ბრძანებების მომზადება ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ჯერ დაწყებულიც არ არის, იმიტომ რომ კანონი მიღებულიც არ არის და ამიტომ პარლამენტს აქვს ცოტა ფრთხილობს ხვალ რა იქნება და როგორ იქნება, როგორ მოესწრება ამ ყველაფრის გაკეთება. ერთი აქ არის კიდე მეორე საკითხი საზოგადოების შესახებ ალბათ ერთეულებმა იციან, ვინც ამ საკითხებში უშუალოდ არიან შეხებაში ამის გამო, მაგრამ მე დღეს როგორც ფსიქიატრი ესე ვთვლი, რომ მე მგონი ხვალ უკვე პირები, რომლებიცაც სასამართლოებს მიმართავენ აი ფსიქოსოციალური საჭიროების პირად აღიარებისთვის, არა, აღიარებისთვის, იქნებიან ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე არიან დღეს. იმიტომ რომ დღეს არის მაინც ესეთი პრაქტიკა, რომ რეალურად როგორც ფსიქიატრები ჩვენ ვხედავთ, რომ ფსიქიატრიულ სტაციონარებში იქნებიან თუ ამ თავშესაფრის ტიპის დაწესებულებებში რეალურად დღევანდელი მოთხოვნებით, რასაც დღეს ითხოვს ქმედუუნაროდ ცნობა, რეალურად ბევრი არიან ესეთი პირები, მაგრამ სამართლებრივად უფრო ცოტანი არიან. და ეს საკითხი, სამართლებრივი საკითხი, ანუ ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მის რომელიმე ახლობელს უმეტესად ვამბობთ, თორე არის იშვიათი გამონაკლისებიც. უმეტესად ხდება, როდესაც ახლობელს ჭირდება ეს. ხშირად ამას აქვს ძალიან ასე ვთქვათ, რაღაც ცუდი დაინტერესება ახლობლების მიმართ, იგივე ქონების მართვის, ან მისი ხელში ჩაგდების მიზნით, იგივე თუ პენსია და პენსია ფაქტობრივად ყველას აქვს. გასხვისება ცოტა უფრო რთულია, მაგრამ ესეთებიც არის, კიდე უფრო დიდი დარღვევები მიდის, მაგრამ ანუ ბინა გააქირაოს, ან ერთი ადგილიდან შეცვალოს და მეორეში გადმოიყვანოს. იგივე პენსიის, მის პენსიას, როდესაც ესეთი ადამიანები საავადმყოფოებში ან სხვა პანსიონატებში იმყოფებიან, თუ მას უკვე ოჯახი ყავს, ოჯახის წევრი ან სხვა ყავს მეურვე დანიშნული, ისინი განკარგავენ მათ პენსიებს და ამიტომ უფრო ხშირად მეურვეობის საკითხის დღევანდელი, ანუ ქმედუუნაროდ საკითხის დღეს დაყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა იმ პირს კი არ ჭირდება ეს, არამედ მას ჭირდება რომელიმე მის ახლობელს. ხვალ ალბათ თუ ეს ადამიანები დღევანდელი ეგრეთ წოდებული მეურვეები და ხვალინდელი პოტენციური მხარდამჭერები თუ ინფორმაციას მიიღებენ ამის შესახებ, რაც ცვლილებები მზადდება, ნაკლები ექნება სურვილი ალბათ, არ ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რომ ამის შესახებ მიმართოს სასამართლოს, ამ მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს და აქ დგება კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც ალბათ საკმაოდ რისკებიც არსებობს. არიან პირები, აი დღესდღეობით პანსიონატებში მოთავსებული პირები, სახელმწიფო, ანუ საჯარო საცხოვრებელ პირებში, პანსიონატებში მცხოვრები პირები, უფრო სწორად, რისკები მდგომარეობაში, რომ ამ დაწესებულების დღეს მცხოვრები პირველი, რომლებიც დღეს არიან ქმედუუნაროები და ხვალ იქნებიან სოციალური საჭიროების მქონე პირები, დღეს მათ მხარდამჭერად გამოდის სახელმწიფო, არა, მეურვედ გამოდის სახელმწიფო. ხო? იცით, სტაციონარებში, ესეთ პანსიონატებში მოთავსება, საერთოდ მისვლა და მოთავსება აქამდე ხდებოდა მეურვის გადაწყვეტილებით. ანუ თუ მეურვე არ იყო, ან პირი უნდა ყოფილიყო თანახმა, თუ ის არ იყო ქმედუუნარო, ქმედუნარიანი იყო, ან უნდა თუ ქმედუუნარო იყო, მისი მეურვე უნდა ყოფილიყო თანახმა, რომ განაცხადებინა თანხმობა ამ პირის ამ პანსიონატში ცხოვრების შესახებ. ხვალ თუ მეურვეს ეს უფლება ჩამოერთმევა და მოქმედი ახალი ცვლილებების მიხედვით ეს უფლებები ერთმევათ მათ, ეს ადამიანები თავისი გადაწყვეტილებით უნდა მოხვდნენ, აქ ვერანაირი მხარდამჭერი მას გვერდით მის მაგივრად ამ საკითხს ვერ გადაწყვეტს, თვითონვე უნდა განაცხადონ ამაზე თანხმობა და არა მარტო თანხმობა, რომ გავიდეს 5-6 თვე და თქვა რომ ჩვენ აქ აღარ გვინდა ყოფნა, თვითონვე უნდა ანუ მათი ეს არის უარი არის გადამწყვეტი, ესე ვთქვათ. ხვალ შეიძლება აი ამ პანსიონატებში ცხოვრებმა პირებმა ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ ისინი, რა თქმა უნდა და განაცხადონ უარი.
იქ ყოფნაზე და ეს ადამიანები თავისი ნებით წამოვიდნენ ამ პანსიონატებიდან და ამ ადამიანების ძალიან სერიოზულ ნაწილს არანაირი საცხოვრებელი არ აქვს და თუ აქ კიდევაც ასეთი იქ მისი მიმღების თითქმის არ არიან და აქ ცოტა პრობლემური ხდება ესე მართლა ამ საკითხზეც იყო იქ პარლამენტში საუბარი და როგორ ამ ეს რისკების აი ამაზე უკვე შეიძლება იურო როგორც გიორგი როგორც იურისტმა თქვენ ასეთ აი როგორ შეიძლება დარეგულირდეს ასეთი პრობლემები თუ პირს აქვს ზოგადად მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის ის ქმედუნაროდ აღიარებული მოდი აქედან დავიწყოთ და პლუს ის არის დღეს სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში ან რომელიმე ინსტიტუციაში თუ კი არსებობს საცხოვრებელი, სადაც ცხოვრების უფლება ამ პირს ექნებოდა იმ შემთხვევაში, ის რომ თქვა სასამართლო წესით სრულქმედ უნაროდ არ იყოს აღიარებული, არ იყოს მოთავსებული ინსტიტუციაში, ბუნებრივია იმ შემთხვევაში, ამ შემთხვევებში სახელმწიფო ინსტიტუციები მიმართავენ ამ პირების მეურვეობის კი არა მხარდამჭერის დანიშვნის და მათი ასე ვთქვათ შეფასების მიზნით, როგორც ვიცით, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რა უფლებების ნაწილში ჭირდება მას მხარდაჭერა, რა უფლებების ნაწილში შეიძლება მოხდეს მისი შემდეგ ჩანაცვლება და რა უფლებების ნაწილში შეუძლია მას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. პირობით ვამბობ, მე თუ დღეს ვარ ინსტიტუციაში, მაგრამ არსებობს ჩემი მშობლების სახლი და ამ სახლში ცხოვრობს პირობით ჩემი ძმა და მაგრამ იმის გამო რომ მე ქმედუნარო ვარ და ინსტიტუციაში ვარ, მე დღეს იქ არ მაცხოვრებენ, მე ხვალ ეს ამ უფლებას დავიბრუნებ იმ გზით, რომ ის ჩემი მხარდამჭერი დამეხმარება ამ საქმეში, თუ კი ეს დამჭირდება, ან თუ ჩემი თქვა შეფასების საფუძველზე მე დამოუკიდებლად მოვითხოვ იმ სახლში ცხოვრებას. მხარდამჭერი შეიძლება გახდეს მისი ყოფილი მეურვე. ამას წყვეტს სხვათა შორის სასამართლო წყვეტს ვინ უნდა გახდეს შეიძლება ეს არ იყოს მოსაზრების გათვალისწინებით უნდა მისი მოსაზრების ჩემი კონკრეტული პირის მოსაზრების გათვალისწინებით სასამართლო გადაწყვეტს ვინ უნდა იყოს ჩემი მხარდამჭერი მეურვე გახდეს ჩავთვალოთ ესე რომ უკვე დღეს არის პირი რომელსაც ჭირდება სოციალური მხარდამჭერი და დანიშნული ხავს კიდევაც მხარდამჭერი დღევანდელი მოქმედი რეგულაციების მიხედვით ანუ მეურვის, ანუ მომავალი მხარდამჭერის გადაწყვეტილებით ხდება ჩემი პანსიონატში მოთავსება. ხვალ იმის მხარდამჭერის გადაწყვეტილებით მისი პანსიონატში მოთავსება და იღარ მოხდება. ერთი ირინას მინდა ირინასის გავაგზელო. ირინა, აი ის შემთხვევა, რასაც ვამბობთ, რომ თუ მას აქვს საცხოვრებელი და თუ იყავს ოჯახი და ან დედა არ უშვებს ან ძმა, ესეთები ფაქტიურად არ არიან ამ პანსიონატებში მოთავსებულები. ძირითადად პანსიონატებში ცხოვრობენ, ხო, ანუ ძირითადად პანსიონატებში ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებიც უდედმამო ბავშვთა სახლებში გაიზარდნენ, სხვადასხვა მე აღმოვაჩნდათ სხვადასხვა ფიზიკური თუ ფსიქიკური ნაკლი, მათ განესაზღვრათ შემდეგ სტატუსი, სრულწლოვანები როცა გახდნენ და ესეთი ადამიანები გადმოვიდნენ და ცხოვრობენ ძირითადად აი ამ პანსიონატში. 80% ფაქტობრივად ესეთი ხალხი. საცხოვრებელი არ აქვს, არავის მოუნდება ქუჩაში ცხოვრება. ერთეულები არიან, ვისაც პანსიონატებში, არასავადმყოფოებში. პანსიონატებში ვინც ცხოვრობს, იმა ერთეულები არიან ისეთები, ვისაც მართლა აქვს საცხოვრებელი და იქ მიესწრებათ. უმრავლესობა არის ესეთი ბატონო, თქვენ კომენტარში ცხოვრება არავის არ მოწონს, ხო? თქვენ როდესაც რისკებზე იკითხეთ, ხო? მე მაგალითად ორ მნიშვნელოვან რისკს ხედავ. ერთი რომელიც ვახსენე, რომ მხარდამჭერთა სისტემა ქვეყანაში არ არსებობს. აუცილებელია თუ შემოვიდა ცვლილებები, თუ შემოვიდა კი არა იმედია რასაკვირველია დაინერგება ახალი სისტემა. ამ სისტემის მიხედვით პირი უნდა დათანხმდეს მხარდამჭერს. დღევანდელი სისტემით პირს უნდა თუ არა მეურვე ის მაინც ფორმალურად, მაგრამ მე მაგალითად მქონია შემთხვევები, როდესაც პირმა არ იცოდა რომ მეურვე ყავდა დანიშნული წარმოიდგინეთ და მხოლოდ მაშინ რაც პასპორტი შეიტანა სადღაც აღმოაჩინა რომ თურმე ქმედუნაროდ ყოფილა ცნობილი და მეურვე ყოლია დანიშნული. მის გარეშე დაინიშნა მეურვე. ესეთი შემთხვევები არსებობს. ანუ არ მონაწილეობდა პროცესში. ჩამორთმევის პროცესში, ქმედუნარიანების ჩამორთმევის პროცესში ადმინისტრაცია ექსპერტიზა გაიარა, მაგრამ შემდეგ არაფერში აღარ მიუღია მონაწილეობა და არ იცოდა. დღეს მან უნდა თანხმობა განაცხადოს, გესმით? და მონაწილეობაც მიიღოს სასამართლო პროცესში. ძალიან ბევრი კონფლიქტი. არა და ძნელია, ეხლა შეიძლება ადამიანს არ მოწონდეს იმ ადამიანს ერთმანეთს ვერ ეგუებოდნენ, ხო მართალია? და წარმოგიდგინეთ თუ რამდენი შემთხვევა მქონია, იცით ესეთი, რომ მეუბნება, რომ ჩემიო მეურვეო, რა ვქნო, აბა ძალიან მაკონტროლებსო და ძალიან მაწუხებსო, მაგრამო სხვა არავინ არ აიღებს ჩემზე მეურვე, მე ვის ვჭირდებიო? დიახ, სახელმწიფო ვალდებულია, რომ თუ ის სამეურვეო პირი, რომელმაც განაცხადა მხარდამჭერი, უარი თქვა პირმა, მას ალტერნატივა უნდა შესთავაზო. ვიღაცა უნდა გამოჩნდეს, ხო და არა გვაქვს ეს სისტემა დღეს. ეს ერთი რისკი მგონია მნიშვნელოვანი. შეიძლება იყოს სახელმწიფოს უნდა ქონდეს სისტემა.
მე არ ვიცი როგორ გადაწყვეტ სახელმწიფო შეიძლება სოციალურ ხარდამჭერთა სისტემა შექმნას, შეიძლება სპეციალური სოციალური მუშაკები იყვნენ, ზრუნველები იყვნენ, ანუ სახელმწიფო ხარდამჭერები, სოციალური მუშაკის მსგავსი შეიძლება იყოს ეს შეიძლება სოციალური მუშაკი იყოს, შეიძლება ოკუპაციურ თერაპევტი იყოს, ანუ ჩვეულებრივი ადამიანი რომელსაც გარკვეული შეიძლება ვიღაცამ კონტრაქტი დადოს, ხო, როგორც ახლა ხდება როგორც არის რომ მე კონტრაქტს დავდებ, მეზობელი ვარ და კონტრაქტს დავდებ, ხო, და შესაბამისად ეს ერთი რისკია, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია და იმიტომ ამბობთ, რომ ამბიციურია ეს ცვლილებები ძალიან და სახელმწიფოსაგან დიდ რესურსს და მაშინ მოდით ასე მეორე რისკს ხედავ. რამდენად მზად არის სახელმწიფო არ ვიცი. ეგ ძალიან რთული საკითხია, არ ვიცი, მე ვიცი. და მეორე ხდება, როდესაც კონვენციის რატიფიცირებას ახდენდა, სახელმწიფო მშვენივრად იცოდა რა ვალდებულებას იღებდა საკუთარ თავზე და ვინაიდან კონვენციის რატიფიცირება ანუ იცით რა ძალიან კარგად ვიცოდით რაზეც ვაწერდით ხელს. მეორე როდესაც მოვაწერთ ხელი და ვიღაცის ვალდებულება უნდა ყოფილიყავით მზად. მეორე რისკი ის არის, რომ რასაკვირველი ადამიანებს არ აქვთ საცხოვრებელი საქართველოში. რასაკვირველია თქვენ რომ ამბობთ რომ მშობლების სახლი არის, შეიძლება სახლიც აქ, მაგრამ ერთ ოთახში ცხოვრობდეს სამი ძმა და იმისი ოჯახი. და იქ წარმოიდგინეთ კიდე სამზრუნველობის მიღების მქონე პირის ცხოვრება არის ფიზიკურად შეუძლებელი და წარმოუდგენელი. ამიტომ მეორე სისტემა, რომელიც აუცილებლად რეფორმას მოითხოვს ამასთან ერთად, არის საცხოვრისების შექმნის სისტემა. საცხოვრისების სისტემას გარეშე ეს სისტემა ვერ იმუშავებს, იმიტომ ადამიანები და არ არის არაფერი გათვალისწინებული, ყველაფერი მომავლის საქმეა და ამას უნდა მოყვეს ეს, იმიტომ რომ ეს ადამიანები ქუჩაში არ უნდა აღმოჩნდნენ. დაუშვათ ეხლა რომ მეურვე თქვა რომ სად ეხლა თუ პრეტენზიები გამოთქვი და არ მოგწოვა, კარგად იყავი ნახვამდის. და სახელმწიფოს არ აყავს ზრუნველი, სახლი არ აქვს საცხოვრებელი. ან თუ აქვს, რადგინა სახლი სადაც გაზი გამორთულია, წყალი გამორთულია, სინათლე გამორთულია. აი გეკითხები, როგორ უნდა იცოდეს ეს უკვე ჩვენ სხვა პრობლემებში გადავდივართ, იგივე სოციალური რეალური პრობლემები, რომელიც გავაგზავნებთ იგივე პრობლემები ხარდამჭერებზე გავაგზავნებ ასრს. ჩვენ ვამბობთ რომ ეხლა ოჯახის წევრი, ანუ ახლობლები არიან ძირითადად ხარდამჭერები და ხვალ იქნება და ხვალ არა მეურვე იქნება, არამედ ხარდამჭერი, რომელსაც აბსოლუტურად სხვა ვალდებულებები უჩნდება. ბევრად უფრო განსხვავებული. იქაც აქვს დღევანდელად შრალად განსაზღვრული ვალდებულებები მეურვეს, რომელსაც არავინ არ აკონტროლებს, მაგრამ აქ უკვე უჩნდება უფრო აი კონკრეტული ვალდებულებები, რომელიღაც საკითხში ვთქვათ, მისი დახმარება გადაწყვეტილების მიღებაში, ხო? აი ამას ჩვეულებრივად ოჯახის წევრი როგორც წესი, ის რა თქმა უნდა არ არის სპეციალისტი, მან არ იცის როგორ დაეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში, ვთქვათ, ასეთ პირს, სოციალური საჭიროებების მქონე პირს და რა თქმა უნდა ამაშიც მომზადება ჭირდება, ხო? რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია. კომუნიკაციის უნარი უნდა გქონდეს, ანუ რომ კომუნიკაციის უნარი, მარტივი კომუნიკაციის უნარი, რა თქმა უნდა. ან მარტო ლაპარაკი არა, ხო, მაგრამ ამას გარკვეული უნარები უნდა. კი, რა თქმა უნდა, ეს არის. ეს იგულისხმება. ეს არის ხარდამჭერის სისტემის არსი, რომ ხარდამჭერს უნდა შეძლოს კომუნიკაცია ესეთი ადამიანები, ამას ხარდამჭერის მიმართულებით. არსი, რა თქმა უნდა, ეს არის, მაგრამ პრაქტიკულად ესენი ხო არიან ჩვეულებრივი ადამიანები, არა სპეციალისტები, ესე ვთქვათ, ხო, ძალიან შორს უკივნეულოდ ახალ სისტემაზე რომ ვერ გადავათ ეს შეიძლება ერთმა ისაუბროს თორემ დავამთავრებ. ეს ერთი არის, რომ ამ ადამიანებს ჭირდებათ რაღაცა ელემენტარული განათლების მიცემა. როგორ ხო რაღაცა დახმარება, ეხლა შეიძლება ხმამაღლა არ თქვა ტრენინგი, მაგრამ რაღაცა განმარტებები. თვითონ თუნდაც აი პროცედურის დროს, ასე ვთქვათ. ეს ერთი. არის მეორე საკითხი. არიან რეალურად ძალიან ბევრი ისეთი ადამიანები, მე ვამბობ, სოციალური საჭიროებების მქონე ადამიანები, ხარდაჭერის სოციალური საჭიროების ხარდაჭერის მქონე ადამიანები, რომლებსაც არც არავინ არ გამოუჩნდებათ მსურველი, რომ გახდეს მისი მხარდამჭერი. როგორც წესი დასავლეთში, ამისათვის აი ეს მხარდამჭერებს უნიშნავს სახელმწიფო. სპეციალისტებს უნიშნავს სახელმწიფო, რომელსაც ეს სახელმწიფო უხდის ხელფას და ეს ადამიანები, სპეციალისტები ახდენენ აი ამ ყველაფერს, ეხმარებიან მას ამა თუ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში და ზრუნავენ მათზე. მაგრამ მიუხედავად, რა თქმა უნდა, ეს დღესდღეობით უფრო მეტ ხარჯებს მოითხოვს. მე არ ამგონია, რომ დღეს ჩვენ ამისთვის ფინანსურად მზად ვიყოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანური რესურსითაც ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამის გამო მაინც არ გესამსვლებებზე უარის თქმა. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ ეს და შემდეგ აი ამ პროცესში, ხომ, რაღაცა ის ხარვეზებიც გამოჩნდება
შემდგომი საჭირო კიდე რაღაც საკითხები გამოხდება რაშიდაც რაც ალბათ დაიხვეწება იმედია იმიტომ ეს თუ არ დავიწყეთ ეს მუდმივად იდგება მე წარმატებებს გისურვებთ ამ მნიშვნელოვან საქმეში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამასობაში იწურება ჩვენს მსმენელებს მინდა შევახსენო რომ დღეს ჩვენი გადაცემის თემა იყო ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმა ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირთა უფლებებზე ვსაუბრობდით ჩვენს გადაცემაში დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ ქალბატონები ირინა ობოლაძე, ნანა ზავრადაშვილი, მანენა ელიაშვილი, ბატონი გიორგი გოცირიძე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს, რომ მოვიდნენ და ასეთ მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო თემაზე საუბრობდით. დიდი მადლობა ჩვენს მსმენელებს, ვინც გვისმენდით. მომდევნო ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. უფლება და თავისუფლება